შაბათია და ლიტერატურული სამკუთხედი ეთერშია. შეგახსენებთ, რომ ლიტერატურულ სამკუთხედის სპონსორები არიან გამომცემლობა პალიტრალი და სულაკაურის გამომცემლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და ამჯერად მთისწყალი, კოკა-კოლის წარმოებული მთისწყალი, რომელიც ახალ ქარხანაში გადავიდა. წარმოება განაახლა და ეს წყალი იმით არის განსაკუთრებული, რომ ბრომატი, რომელიც ესე იგი მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციამ აღიარა სახიფათო მომწავლელი კარცინოგენად, აი ამ წყალში არ არსებობს 0%, ასე რომ ეს არის სრულად უსაფრთხო და შეგიძლიათ მიირთვათ თამამად და დაიმუხტოთ მთის წყლის ენერგიით. ხო. კიდევ ასეთი კაი ამბავი რა არის ალბათ ის, რომ არსებობს წიგნები, რომლებიც ძალიან ცუდ ამბებზე შესანიშნავად არის დაწერილი. და ასეთი დღეს არაერთი იქნება წარმოდგენილი ჩვენთან, ბუნებრივია და კარგი ალბათ არის ის, რომ დაგეგმილია ქალაქში ძალიან ბევრი აქცია. კი ბატონო. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ადგილას, ყველაზე ახლოს ეს არის 3 საათზე თესეუსთან და ყველაზე მთავარი ალბათ მაინც არის ორშაბათს 25-ში დაგეგმილი აქცია პარლამენტის უკან. ხო, და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველამ შეამოწმა ამინდის პროგნოზი, უკვე იცის, რომ არ არის კარგი ამინდი, რომ იწვიმებს და ასე შემდეგ, მაგრამ ამინდი ვერ მოერგება ჩვენ მთავარ საქმეს, ამიტომ შესაბამისად ჩაცმულები ჩვენ ეს თემაც გავიარეთ, რომ ამაზეც ვიფიქროთ, დავირაზმებით ყველაზე მთავარი დღისთვის. მოვემზადოთ უნდა. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, გიორგობა, გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს. საქართველოსთვის გიორგობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, რაღაცნაირად ეს არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ხოლმე ჩვენს უთანასწორო ბრძოლას ბოროტებასთან, რომელიც სხვადასხვა სახით წარმოდგება ხოლმე, ხო? და რაღაცნაირად ჩვენ ხედავთ ამ სიმბოლოში საკუთარ თავს და ხო ალბათ ეგ გამოხატავს კიდეც ჩვენ რაღაცა ამ მუდმივ მდგომარეობას, რომელშიც გვიწევს რაღაც დიდ მონსტრებთან ჭიდაობა. თუმცა ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების დღეც, იმიტომ რომ 21 წლის წინ ქართულმა ხალხმა ვერაფრით ვიჟერებდით გუშინ, რომ 21 წელი გავიდა იმ წლიდან, რომელიც გუშინდელი დღესავით ძალიან მკაფიოდ მახსოვს. კი, და მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ოცნების პროპაგანდისტები წლებია ცდილობენ ეს რაღაცნაირად გადაწერონ და ადამიანებს გაუჩინონ აღქმა, რომ ეს რაღაცა თითქოს ეს ცუდი მოვლენა იყო, რეალურად თანამედროვე საქართველოს შუა სწორედ ამ ერთ-ერთი საკვანძო წერტილი იყო, ხო, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეგვიძლია ვთქვათ, მოდერნული თანამედროვე საქართველო იშვა სწორედ იმ 23 ნოემბერს, რომელიც ცალსახად იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, დამუხტული, ენერგიული ამბავი. და ის რაც მე და ყველა ხელისუფლება უშვებს ხოლმე ხო შეცდომებს, ეს არა უქმებს ის მძიმე შემთხვევები ადამიანის უფლებებთან მიმართებით, ხო, რომელიც იყო შემდეგ დაშვებული. ეს არა უქმებს იმ იდეალებს, რომელთაც ჩვენ ვიბრძოდით ვარდების რევოლუციის დროს, ხო? შეიძლება რაღაცა წლების მერე მოვლენებს კიდე სხვანაირ თვალით შეხედა, დღეს ალბათ მეც არ უყურებ ედუარდ შევარდნაძის ისე იმ მასშტაბით ნეგატიურად, ხო, როგორც მაშინ რო გეკითხა ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მერე დროის მასშტაბში კიდე სხვანაირად უფასებ ადამიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც შენ პოლიტიკურად ასე ვთქვათ იბრძვი, უფასებ იმასაც კარგი გაუკეთებია, ხო? და ამის შესაძლებლობა გააქვს ხო 21 წლის შემდეგ შეგიძლია ამაზე თამამად ილაპარაკო, ვთქვათ, იმ კარგზე, რაც შეიძლებოდა ამ ადამიანს გაეკეთებინა საქართველოსთვის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, 23 ნოემბერი და ვარდების რევოლუცია იყო ის საკვანძო წერტილი, სადაც ჩემმა თაობამ და ჩვენმა თაობამ და ჩვენს წინათაობამაც უარი თქვა რაღაც სტაგნაციაზე, ჩაშვებულობაზე და ამ ენერგიამ შვა სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მსგავსა ქვეყანას მოიტანა. განისაზღვრა ქვეყნის კურსი. და დააფიქსირა მონიშნა ქვეყნის კურსიც. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე ყველას გილოცავთ და
ხო, კარგი. მეც ვუერთდები ამ ბოლოსვას და ზუსტად იმიტომ რა გამოცდილებაზე შენი ლაპარაკე, ამ გამოცდილებების გათვალისწინებით ის რომ მძიმე დანაშაულების, არ ვიცი, ქრონიკაც გვახსოვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სწორედ ამიტომაც არის ასეთი მძაფრი თითოეული მოქალაქის აღშფოთება და სიბრაზე, თუნდაც მიმართებაში იმასთან, რასაც ვნახულობთ კადრებში, როგორც აკავებენ ჩვენს მოქალაქეებს, გულისხმობ აქციებს და შემდეგ უკვე სრულიად შეუსაბამო მუხლით, ასე ვთქვათ, მათი გამომწყდება საპყრობილებში და საპატიმროებში. აი ეს კონკრეტული ბოლო ამბები, რაც გულისხმობს მათე დევიძის, ომარ უკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, გიორგი ოკმელაშვილის, ისაკო დევიძის საქმეებს და ამბებს, მე ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად ბოლო წერტილი ისა, რომ ყველა გაბრაზდეს, გააცნობიეროს სირთულე, გააცნობიეროს ამ თითოეული ადამიანის და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაც და ასეთი გაბრაზებულები 25-ში დილით უკვე ადრიანად ყველა ერთად დავდგეთ და არ მივცეთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის რაღაცა იმიტირების საშუალება. კი, და ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამ წრიდან უნდა გამოვიდეთ და ამ წრიდან გამოსვლა იქნება შეუძლებელი თუ დემოკრატიას არ დავიცავთ. ხო, დემოკრატია როგორც იდეა, ლიბერალური დემოკრატია ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, ხო, იმიტომ რომ დემოკრატიის ნიშნებს შეიძლება რაც სხვა ტიპის ქვეყანას ატარებდეს, მაგრამ თავარი მარტო დემოკრატია არ არის, მაგრამ დემოკრატია არის განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში ჩვენი ადგილისა ზუსტად ამ სამყაროში, იმიტომ რომ თუ კი რამე განასხვავებს ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროს, თქვა სხვა ტიპის ქვეყნებისგან, ეს არ არის მხოლოდ კეთილდღეობა, ხო, ეს არის პირველ რიგში წესებზე დაფუძნებულ ქვეყანაში ცხოვრება და ადამიანის როგორც უპირობო ფასეულობის, უპირობო ღირებულების აღიარება. სამწუხაროდ არის ეს მემკვიდრეობა, ახლა მე რაც უყურებ ამ თვალს ვადევნებ ამ სასამართლო პროცესებს, არის ეს გარკვეულწილად ჩვენთვის ასევე საბჭოთა მემკვიდრეობა, იმიტომ რომ მე მათ შორის მახსოვს შეიძლება ეს საზოგადოება მარიცის კარგად, მაგრამ მე სამართალს სწავლობდი და მე მუშაობდი კიდეც ბევრი წელი. არაერთი წელი იურისტად. ხო, მე მახსოვს სამართლის გაგება როგორი იყო ხოლმე რა, ეს მემკვიდრეობა, რომ თავარი ეს არის კანონიერება და თითქოს ეს კანონიერება უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე სამართლიანობა და ესეც გვასწავლინე, რომ კოლიზია ხდება კანონიერებასა და სამართლიანობას შორის, უნდა თავარ ადგილას დავაყენოთ კანონიერება და ეს არის ალბათ ყველაზე უფრო ტოტალიტარული სახელმწიფოსგან გამოყოლილი აღქმა სამართლის და სასამართლოს როლის, იმიტომ რომ არაფერი არ შეიძლება ზოგადად იდგეს სამართლიანობაზე და სამართლიანობის განცდაზე უფრო მაღლა და ჩვენ ხედავთ როგორ ფორმალურად უდგება სასამართლო, როცა მას ეს სჭირდება პოლიტიკურად და ამ შემთხვევაში აი თუნდაც მათ ეს შემთხვევა ხო, რომელიც ფორმალურად რო ავიღოთ ჯოხს იქნევს, ხო? იმიტომ რომ ადამიანი გრძნობს საფრთხის მდგომარეობაში თავს და ცდილობს ეს ამ საფრთხისგან თავი დაიცვას და მოსამართლეს არ უჩნდება არანაირი განცდა, რომ ის წინ დგას 21 წლის ბიჭი, რომელიც იყო აქციაზე, რომელსაც აკავებდნენ უხეში ფორმით და მას არც ჰქონდა ალბათ შესაძლებლობა რომ სამართლებრივად გაეაზრებინა ის რისკი, რომელიც ამას მოყვებოდა, ხო, ელემენტარულად და როცა მოსამართლე წყვეტს, რომ აი წინასწარ დაკავება შეუფარდოს, ასე ვთქვათ, წინასწარი დაკავება რომ აღკვეთი ღონისძიება გამოიყენოს. და ამას თავის თავშიც ალბათ ესე ამართლებს, რომ ხო ფორმალურად ვთქვათ, ეს ატარებდა პოლიცია და თავდასხმის ნიშნებს და ფორმალურად მას აქვს, ხო, ამის შესაძლებლობა რომ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება. იგივე ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო შემზარავი სურათი, ხო, სასამართლოში, როდესაც განსასჯელის დედამ დაკარგა გონება და ბიჭი პრაქტიკულად გაათრიეს ძალით სასამართლო დარბაზიდან. ეს არა ადამიანია. ნახე გოგოს კომენტარი ასევე, რომელიც წიწაკის სპრეის შესხმის ძალიან მძიმე და
რთულ ამბავს ყვებოდა, როგორ შეასხა პოლიციელმა და შემდეგ გვეუბნებოდა, აბა ეხა გამიღიმე თუ რაღაცა ძალიან ის იყო. მოკლედ საშინლად დავითრგუნე, ისე როგორც უმრავლესობა. ხო, უბრალოდ არ დავითრგუნოთ, უნდა ვიბრძოლოთ და მათ შორის ეს არის მიზეზი, გაბრაზების მიზეზი, ეს უკვე არის კონკრეტული სურათები და მტკიცებულებები იმისა, რომ ამხელა, რა ქვია, რიტუალის შემდეგ, რასაც ერქვა იმიტირებული არჩევნები, ხო, ეს გრძელდება უტიფრად, უსამართლოდ და აღარაფერი რომ არ ვთქვათ სტუდენტებთან მიმართებაში, რექტორის ფაქტორზე და ასე შემდეგ. საერთოდ უნივერსიტეტი ეგ ისტორიაც არის ჩემი აზრით დასასრულებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით 1926 წელს ივანე ჯავახიშვილი გააგდეს საკუთარი დაარსებული უნივერსიტეტიდან და თესეუს ეს მძიმე მემკვიდრეობა სამწუხაროდ ვერ გავრეცხეთ, ასე ვთქვათ და ეს უნივერსიტეტი ვერასოდეს ვერ დადგა იმ რეილსზე, რასაც თანამედროვე სამყაროში გულისხმობს აკადემიურობა, ხო? ანუ უნივერსიტეტი როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც თავარი фокусიც ეს არის ხო, მაგრამ იმედია ამჟამინდელი რექტორი არ აიგივებს თავს მასთან. ხო, არა, ჩვენ ნახეთ ალბათ ყველაზე უფრო სამაზრზენი გამოხატულება ამის, ხო, როდესაც სპეცრაზმი იყენებს უნივერსიტეტის შენობას როგორც ბაზას, თქვა და გამოდის და თავს ესხმის სტუდენტებს და ასევე ჩვენ ნახეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელსაც ეშინია საკუთარი სტუდენტების. ანუ ჩვენ ვხედავთ სულ დეგრადაციას, ხო, იმისა. რომელიც თურმე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ კომენტარებში რასაც ყვებიან სტუდენტები რეალურად ეს ამდენი პოლიტიკური ნიშნით გაძევებული ლექტორი იქნება თუ პერიოდულად ვიღაცა გაურკვეველი ახალგაზრდების ასევე მისევა ამ ბავშვებთან, რომლებიც ეზოშივე გარჩე. ხო, ეს ამბები ნორმალის და როგორც ბევრი სხვა მანკიერება ამ ქვეყანაში. რომ ესეც წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა დიდწილად და ძალიან კარგია თუ ეხა მაინც ხდება ზოგიერთი მაშინ რატო ეუბნებოდით რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა უნივერსიტეტში კონკრეტულად და ეს მემკვიდრეობა ძალიან კარგად აითვისა ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართულმა ოცნებამ ეგ არის უბედურება და ამის დემონტაჟი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ზუსტად ეგ არის რომ ერთხელ სამუდამოდ უნდა დემონტაჟი გავუკეთოთ ამ ძალადობრივ სისტემას რომლის თავარი მიზანიც და ამოცანაც ყოველთვის ხდება რომ საკუთარი ძალაუფლება რაღაცნაირად შეინარჩუნოს და ამაზე წამსვლელია ყველაფერზე ანუ ადამიანების გაუბედურება და არაფერი არ გიცავს შენ როგორც მოქალაქეს ხო ეს არის ძალიან ძიმე მემკვიდრეობა ამისგან გათავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის კიდევ უფრო უარესი არის აი ამ მიმართულებით რომ წარმოვიდგინოთ ხო ალბათ დეგრადაციის რამხელა ხარისხზე მეტყველებს ის რომ ყველაზე უფრო საიდანაც უნდა მოდიოდეს ხო ეს ახალგაზრდული ენერგია პროტესტი ამბოხი ხო ეს არის სახელმწიფო სფერო უნდა იყოს ხო ეს ყველაზე მეტად და აი ამ ხმაში ჩვენ ძალიან სუსტად გრძნობთ სახელმწიფო სასწავლებლებიდან მომავალ სტუდენტების ხმას ხო ეს იქნება თეატრალური უნივერსიტეტი თუ ეს იქნება სამხატვრო აკადემია თუ ეს იქნება კონსერვატორია რომლებსაც ამხელა მაგალითი აქვთ ხო ბოიკოტში მყოფი ჩემთვის როგორც არტისტის ეს ალბათ ყველაზე უფრო შემზარავი მოდი ესე ვიტყვი რა რომ ჩვენ ესე იგი ყავს თაობები რომელიც იზრდებიან რომლებიც შემდგომ უნდა დასაქმდნენ თეატრებში როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკები და ამიტომ მათ არ აქვთ გრძნობელობა და მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენ როგორ შეიძლება იყო ახალგაზრდა ადამიანი საერთოდ ნებისმიერი პროფესიის როგორ შეიძლება იყო ახალგაზრდა და არ ქონდეს ეს შინაგანად ეს ტემპერამენტი ეს დუღილი ხო ანუ რა უნდა გააკეთო რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მაგრამ მით უმეტეს თუ შენ თავს უკავშირებ ხელოვნებას და როგორ შეიძლება შენ იყო ეს რაფინირებული და არა ეხლა მე ლექციებს დავესწრებ ხო და ვერ იქნები ან იქნები ძალიან რაღაცა მოკლე დროით ვიცით მე ამის ფინალი ყველამ კარგად ვიცით რა არის ხოლმე ამას ხელოვნებას ნაფერი საერთოდ არ აქვს მორჩილებას ზოგადად შემიძლია ეს თამამად თქვა და ადამიანი რომელსაც არ აქვს ეს მგრძნობელობა მით უმეტეს იმ ასაკში როცა ამის ყველაზე მეტი რესურსი უნდა გქონდეს ხო და ამის მე შენგან არც არტისტი გამოვა და არც არაფერი სხვა ეს თუმცა ძალიან ხმამაღლა გამაცხადო ყველას ალბათ არ ეხება უბრალოდ არა რა თქმა უნდა ყველას არ ეხება რაღაცა ის ფორმა ვერ მიცეს და სახელით არ ხმაში ყველაზე ჩამქრალი ხმა ისმის მაკედან თორე იქ რა თქმა უნდა ერთი და ორი სტუდენტზე არ დაუფიქსირებიათ სასწავლებლის
მთავრობის სახელი. ეს ენერგიას ვამბობ, იმაშიც კი რა ქვია 74 გაქანებულ საბჭოთა კავშირში 74 წელს, ანუ ხალხი ყვება ვინც მაშინ ხო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, როგორ წავიდნენ, შეუერთდნენ ქართული ენის დასაცავად დემონსტრაციას, ხო? კარებები რო ჩაუკეტეს სამხედრო აკადემიას, მინდა რომ გადაძრონ. ანუ როგორ შეიძლება რომ საბჭოთა წარმოიდგინე საბჭოთა კავშირში სამხატვრო აკადემია იყო უფრო ენერგიული ვთქვათ და უფრო მეტი პროტესტის მუხტი ქონდა ვიდრე დღეს და ეს არის დეგრადაციის რა ხარისხია, ახლა ყველამ თვითონ იმჟელოს რა. საერთოდ ეს ცალკე ფენომენია, მეხოტბე არტისტები როგორ შეიძლება მე საერთოდ არ მესმის რა ხელოვანის რომელიც ძალაუფლების მხარეს დგას, ასე ვთქვათ და ხელისუფლებას ეტრფის. ეგ არის რაღაცნაირი ოქსიმორონი, ასე მგონი. ხო, მოკეთ განმარტებისთვის ვიტყვით რომ ლაშა არის ავად და ამიტომ არ არის ჩვენთან ერთად, თუმცა მის Facebook-ზე გვიზიარებს ძალიან საინტერესო ილუსტრაციას მის მიერ შესრულებულს წლების წინ, როგორი წინასწარმეტყველა. ხო, ჩვენ გვჯერა იმის რომ წერილებს შეუძლიათ წინასწარმეტყველება და მე არ მაქვს საშუალება გამოვიტანო, მაგრამ ეს ვარდით ხელში შევარდნებ სხდომათა დარბაზში მის სკეჩში 99 წელს დახატულ სკეჩში არის ხო წერილალსაც ლიტერატურასაც შეუძლია წინასწარმეტყველება ძალიან მკაფიოდ თავისი აზრის დაფიქსირება და მე ვფიქრობ რომ სტუმარი რომელიც ცოტა ხანში შემოგვიერთდება სწორედ ასეთ წიგნებს წარმოგვიდგენს დღეს ორი სტუმარი გვეყოლება არ დამავიწყდეს რომ თქვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მარში 24 ნოემბერს უკვე ხვალ 3 საათზე თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში იქნება და ჩემოდნები ჩანს, ესე იგი, სამგზავრო ჩემოდნები ჩანს ამ კლიპებში და შეგიძლიათ თან წაიღოთ, ან როგორც რაღაცა ვიცი, არის საშუალება რომ ითხოვოთ ეს ჩემოდანიც ადგილზე იშოვოთ, მოკლედ. ასე რომ შეგვიძლია ავირჩიოთ აქტივობა. ბატონო ვისაც როგორ გაგვიხარდება. ყველას დემოკრატიული პროცესია, ბევრი აქცია, ამიტომ ვეღარ იკაბრალებს ვერავინ იმას, რომ იქ არ მომწონს, აქ სხვანაირი წარმომედგინა, ყველანაირი აქცია იმართება პრაქტიკულად უკვე ყველანაირი ფორმის, ყველანაირი ლიდერებით და თუ მართლა გინდა ადამიანს და გაქვს ეს შინაგანი განწყობა, ნებისმიერ შეგიძლია აი ასარჩევად არის საქმე მარტივად. და არავის გვერდით. ისევე ეს ნარატივი არის ძალიან ზედმეტი, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვდგავართ რეალურად ქვეყნისთვის და არა კონკრეტული ადამიანების. და ეს ქვეყანა მოიაზრებს ყველას ცხოვრების მშვიდობიანად ყოფნის უფლებას და ამას ყოველთვის გავუსვამ მე ხაზს. ხო, სანამ სტუმარს დაუძახებთ ერთი ინფორმაციაც მინდა რომ გამოვეხმაურო, იმიტომ რომ ჟურნალმა არიუმმა გამოაქვეყნა რომ ის კვლავ დგას, ესე იგი საფრთხის ქვეშ რომ გამოცემა ვეღარ შეძლონ და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჟურნალი არილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემა, რომელსაც ძალიან ბევრი ავტორისთვის ახალგაზრდა ავტორისთვის მიუცია გზა, რომელიც ძალიან საინტერესო მასალებს გვთავაზობს, ძალიან ბევრი მწერალი თანამშრომლობს ჟურნალთან და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჟურნალმა არილმა გააგრძელოს არსება, ამიტომ მე მოგიწოდებთ რომ შეიძინოთ ჟურნალი და ამ ფორმით დაუდგეთ გვერდში რომ მან გააგრძელოს არსებობა სამწუხაროდ ამ რეალობაში ვართ რომ რუსული ხელისუფლების პირობებში როგორც მე-19 საუკუნეში ჩვენს ყველაფრის გადარჩენა ჩვენი ხელით და ენერგიით მოგვიწევს. არილი მე ვფიქრობ რომ პერიოდულ გამოცემაზე უფრო მეტია და შესაბამისად ჩვენ მაყურებელს ამის შეხსენება რეალურად არც ჭირდება, მაგრამ ეს აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მაინც ვიტყვი რომ არილს ქართული ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც აქვს ლიტერატურული პრემია საბა მიღებული, ესეც ხაზს მის მნიშვნელობას. მე მგონი სტუმრის მოწვევის დრო არის. ჩვენი სტუმარი იქნება დღეს ვანო კაკაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გრძელი ამბავია. სტუდენტი. მოგძანდით? მაინც დავირიე იმ სიგრძე საფაური აქვს ჩვენს პროფესიას. მოგაცდინეთ მთავარი საქმისგან, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენც რაღაც გვინდა რომ
ამ ეტაპზე მთავარ როლში მყოფი, ესე ვთქვათ, სტუდენტები უფრო ახლოს გავიცნოთ. მე პირადად ესე იგი რაღაცა მიუახლოვდი და ილიაუნის წინ დაგეგმილი საჯარო ლექციების ესე ვთქვათ სერიაში მივიღე მონაწილეობა და გავიცანი შესანიშნავი ახალგაზრდები მიხარია და მოკითხვა ყველას, რომელსაც გადაინაცვლეს ახლა უკვე თესეუსთან. თესეუს ესე ვთქვათ ცენტრი მოკლედ გახდა იქ და თქვენც როგორც შესაბამისად კი მე ვამაყობ იმაბავით რომ მოვლენათა ეპიცენტრი ახლა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენლის მე ვარ. პირველ რიგში მივესალმებ მაყურებლებს, მე გახლავართ ვანო კაკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, მე-7 სემესტრის სტუდენტი. პირველ რიგში მოგილოცავთ სრულიად საქრისტიანოს და საქართველოს გიორგობის უწმინდეს დღესასწაულს. გიორგობა არ არის მხოლოდ დღესასწაული, ის არის იდეა სიკეთის გამარჯვებაზე, ბოროტებაზე. ვისურვებდი რომ ყველა ქართველს საკუთარ თავში დაემარცხებინოს ბოროტება და ვისურვებდი რომ ყველა ქართველის ოჯახს ეწეოდეს ამ წმინდა დღის ძალა და მადლი. მოგესალმებთ ახლა თქვენს, გადმოვთ თქვენთანაც, მადლობა მოწვევისთვის, ინტერესისთვის. პატივისცემას დაგიდასრულებთ აქვე და უსურვებ ამ გადაცემას არათუ ხანგრძლივობას, არამედ წელთა სიმრავლეს. მე უმეტესი მადლობა. ესე იგი, ორ წიგნს ვხედავ, რომელიც მოგიტანიათ ჩვენთან და მოდი გითხარი, რა წიგნებია ეს და რატო? ერთი წიგნი მოვიტანე ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს წიგნი მართლა ძალიან მიყვარს, ამ წიგნმა შემცვალა, ანუ გარდაქმნა, ესე ვიტყოდი, მეტამორფოზა მოახდინა ჩემი როგორც ადამიანის, ხოლო მეორე წიგნი მოვიტანე, რომელიც უშუალოდ კავშირში არის იმ მოვლენებთან, რომელიც ახლა ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზოგადად ქვეყანაში, ხო? ანუ მინდოდა რომ არ მინდოდა რომ ხოლმე ფოკუსირება გამეკეთებინა უშუალოდ საუნივერსიტეტო დონეზე და საკითხისთვის შემეხედა უფრო ფართო პრიზმიდან, ხო? პირველი წიგნი ეს არის ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი, აი კამერებს საით არის, ხო? ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი, რომელიც არის ალბათ აი ყველაზე იკონური ესეთი ყველაზე იკონური წიგნი, რაც კიდე წერილა მე-20 საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში, ხოლო მეორე წიგნი ეს არის ჩემი უსაყვარლესი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომა, რომელიც ვთქვათ, ახლოს არის ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. მაქამდე ფიქრობდი, ანუ არ ჩვენი ხوار გამეკეთებინა, თუნდაც აკატა კრისტის და აღარავინ დარჩაზე, რომელიც აბსოლუტურად ეს ვთქვათ, შეიძლება თქვას, აი სავსებით შეეფარდება ჩვენს დღევანდელ მოცემულობას. ასევე ვიფიქრე, რომ ეს ვთქვათ, მომეტანა თუნდაც ჯორჯ ორველის ცხოველების ფერმა და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ ამ სიტუაციაში ახლა შეჯდა რომ მომეტანა პატრიარქის შემოდგომა. დავიწყებ საუბარს. რატომ? ხო, ეს რო ავხსნათ, ჩვენ კი ვხვდებით უკვე, მაგრამ შემიძლია ამაზე გაშლად ვისაუბრო, დავიწყებ ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელით, თუნდაც არ ვთქვათ, იმიტომ რომ შემდგომ უკრედასაც უკვე მე ვისაუბრე პატრიარქის შემოდგომაზე, უფრო ფართოდ გავშლი, ეს ვთქვათ, იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდება და პროცესებს, რომლებიც ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხო? დავიწყებ უშუალოდ ავტორზე საუბრით. ჰერმან ჰესე არის გერმანული წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი, რომელიც დაიბადა 1877 წლის 2 ივლისს ქალაქ კალვში, რომელიც დღეს გერმანიის შემადგენლობაში არის. მას საკმაოდ საინტერესო ბავშვობა ჰქონდა, იმიტომ რომ ძალიან მალულად უყვარდა ნახატებისა და ეს თქვათ ლექსების შექმნა, ანუ ნახატების ხატვა და ლექსების წერა. მან თავისი ბიოგრაფია აღწერა სიკვდილისადმი რაღაც განსაკუთრებული მიდრეკილებით. მაგრამ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა რამდენიმე მცდელობა თვითმკვლელობისა, მან ეს ვერ განახორციელა, სიცოცხლეში ვერ მოიყვანა, რადგანაც ეს უბრალოდ ვერ მოხდებოდა მისი ძალიან სუფთა და სპექტაკლის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ მისი ოჯახი იყო გამსჭვალული პიეტიზმით, ვინც არის ისე ვეტყვი, რომ პიეტიზმი ეს არის მიმდინარეობა ლუთერანულ ეკლესიაში, რომელიც ვთქვათ, ჩნდება მე-17 საუკუნის ევროპულ კულტურაში. ჰერმან ჰესე ბავშვობიდანვე განიცდიდა დანტე ალიგიერის გავლენას, მისი საყვარელი მწერალი იყო დანტე ალიგიერი და ცხადია რომ საყვარელი წიგნი იქნებოდა ღვთაებრივი კომედია. ჰერმან ჰესე გახლავთ მიმდინარეობა მოდერნიზმის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი იმ კოჰორტისა, რომელმაც დააფუძნეს ეს დიდებული მიმდინარეობა, ხო? ჰერმან ჰესეზე კიდევ თუ რამე თქვა შემიძლია არის ის, რომ ეს ვთქვათ, არსებობს ესეთი მიგნება მსოფლიო ლიტერატურის მეცნიერებაში ზოგადად, რომ ჰომეროსმა შვა ვერგილიუსი, ვერგილიუსმა შვა დანტე ალიგიერი, ხოლო დანტემ შვა ჰერმან ჰესე. ჰერმან ჰესემ 1946 წელს მოიპოვა გოეთეს პრემია, ხოლო ამავე წელს უკვე შემდგომ მოიპოვა ნობელის პრემია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოკლედ მისი ეს ვთქვათ შემოქმედებითი მოღვაწეობა დასამოს იღებს უფრო ეს აქტიურ ფაზაში გადადის
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ანუ ბოდიში არ გაწყვეტინებ უბრალოდ იმის სახით რომ მოვასწროთ თავაზე საუბარი ბიოგრაფიები არ დაგვიტოვებს ამის დროს. კარგი. დავასრულებ აქვე თავარს ვიტყვი რომ ჰერმან ჰესეს ესე თქვათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე თქვათ აი დიდი ნაწარმოებები აღარ დაუწერია და აქვე ვიტყვი იმას რომ ჰერმან ჰესე გარდაიცვალა 1962 წელს ერთ-ერთ პატარა სოფელში რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს. რაც შეეხება უშუალოდ წიგნს ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი ეს არის წიგნი წიგნში. ესე მოიხსენებენ ცნობილი ფილოლოგები და ლიტერატორები. ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი ეს არის წიგნი რომელიც სარკეში ჩაახედებს ადამიანს. ეს არის წიგნი რომელიც გეუბნება იმას თუ ვინ ხარ შენ, ვინ ვარ მე, ვინ არის ადამიანი. ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი ამბობს იმას რომ ეს თქვათ ადამიანი არის გაორებული არსება რომელშიც ბუდობს ორი ცხოველი ხო ეს არის თავად ადამიანი ანუ ადამიანი როგორც მაღალ კულტურული და მაღალ ზნეობრივი იდეის მატარებელი არსება ხოლო მეორე ცხოველი რომელიც არის ყველაზე მტაცებელი ყველაზე ველური ბუნების მქონე ცხოველი ეს არის მგელი აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ნაწარმოების მთავარი გმირი ჰარი ჰალერი ატარებს იმავე ანალოგიურ ინიციალებს როგორც მწერალი ჰერმან ჰესე ეს ცხადია რომ მწერალმა გააკეთა სტრატეგიულად და ამავდროულად მთავარი გმირის მთავარი სიყვარულის სახელიც იწყება ხ-ზე კერძოდ კი საკუთრებულ ჰერმინაზე თავდაპირველად წიგნი იწყება ეს ვთქვათ კონფლიქტით უშუალოდ მთავარ გმირთან, ანუ თითქოს მკითხველი არ არის დადებითად განწყობილი ჰარი ჰალერის მიერ, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე გამვითარდება მოვლენები, თითქოს უკვე ის საკუთარ თავში ეძებს ჰარი ჰალერს და ის კითხულობს მასში საკუთარ თავს, ხო? ჰარი ჰალერმა არ იცის ეს ვთქვათ რომ მასში ბუდობს მგელი, მანამ სანამ აი ამ მეტასტაზებს არ გამოავლენს, ხო და არ მოყავს საყვარელ მუზას, ესე ვიტყოდი ართ ადამიანს, საყვარელ მუზას ჰერმინას. მისი მკვლელობის შემდგომ უკვე ის ცხადია რომ ავლენს მგელს საკუთარ თავში და ხვდება ჯოჯოხეთში. თუმცა ნახოთ ახლა ჯოჯოხეთი როგორია. ჯოჯოხეთი არის ძალიან თანამედროვე, მოდერნიზებული. ეს არის ბარის კლუბის, ეს ვთქვათ, ღამის კლუბის ქვედა სართული, ანუ ქვემო კაბარა, ესე ვიტყოდი, სადაც ის ხვდება მთავარ სატანას სახელად პაულოს. პაულო არის ეს თქვათ ნარკოდამოკიდებული და ამ ნარკოტიკების მოხმარების შემდგომ ჰარი ჰალერი აცნობიერებს რომ მას საქმე აქვს სოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან წარმომადგენელთან, კერძოდ კი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტთან. ძალიან საინტერესო არის ის ფაქტი, ანუ ამას შეიძლება ბევრი ვერ ხვდებოდეს ლიტერატურებიდან, მაგრამ მე გეტყვით ეგეთ რაღაცას, რომ ჰერმან ჰესემ აქ წარმოაჩინა სამება, ჩვენთვის სამება რაც არის, სამება არის მამისისა და სრული წმინდის ერთიანობა ქრისტიანულ სწავლებებში, ხოლო აქ მან ჯოჯოხეთში წარმოადგინა სამება, ხო, ანუ მან ესე ვთქვათ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი მოავლინა სული წმინდად, ბახი მოავლინა ზეციურ ღმერთად, ხოლო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მან მოავლინა ესე ვთქვათ განკაცებულ ღმერთად, გამართებულ კაცად, ხო? ამ წიგნის მთავარი მორალი თქვათ არის ის რომ ეს თქვათ ანუ ძალიან ნიჩიანურად არის გადმოცემული ეს თქვათ ადამიანის გაორება ხო ჩვენ ვიცით რომ ფრიდრიხ ნიცშეს მიმართ არის ძალიან ამბივალენტური დამოკიდებულება რადგანაც მას პატივსცემენ სწორედ ისეთი ადამიანებიც კი ვინც თავად არიან პატივსაცემები ხო საბოლოო დასკვნით ეს საბოლოო ჯამში რომ შევაჯამო ყველაფერი როგორც წეგამახსენე ჰერმან ჰესის ტრამალის მგელი ეს არის წიგნი წიგნში მოუშველებ ისევ ფრიდრიხ ნიცშეს და მის უნიკალურ ნაწარმოებს ესე იტყოდა ზარატუსტრა და მოუშველებ მის პატარა ქვესათაურს სადაც წერია წიგნი ყველასთვის და არავისთვის. ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი არის წიგნი ყველასთვის და წიგნი არავისთვის. აი თუნდაც ისე მოუშველებ ახლა დოქტორ ფაუს, რომელიც ეკუთვნის ჩემს უსაყვარლეს მწერალს იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს, სადაც ეს თქვათ მეფისტოფელე არის ეს თქვათ დაკვირვების ობიექტი, ამ შემთხვევაში კი დოქტორ ფაუსტუსის ეს თქვათ შეცდენის მცდელობაში მსგავსად ჰარი ჰალერისა, ხო? ჰარი ჰალერი სანამ არ შეცდება, მაქამდე არ გამოვლენს საკუთარ თავში ეს თქვათ ველური მხეცის მგლის მეტასტაზებს. და ბოსტრი ეს ვთქვათ შენ შეგიძლია ანუ ადამიანმა ეს ვთქვათ მოკლა საყვარელი მუზა და ამის შემდგომ ანუ მსგავსად ჰარი ჰალერისა აღდგე ფერფლიდან როგორც იყო ეს ვთქვათ ფენიქსის შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა ხოლმე რომ მე სულ მახსენდება არ ვიცი რატომ მაგრამ სულ მახსენდება ხოლმე რომ ბატონი ბიზინა დაუკვირდა იმის კრიტიკას წერო იმის რა ქვია რის ნიცშეს კრიტიკას წერო და მაინტერესებს მისი მიმართება ნიცშეს. კარგი, მეორე წიგნი პატრიარქის შემოდგომა. ხო, ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით ცოტა მარკესის ბიოგრაფიას ნუ მოგვიყვებით? და ხო. კარგი. ან ჩვენ სპეციფიკური მაყურებელი ყავს მაინც და ამიტომ მნიშვნელოვანი
ალბათ არის ის, რომ რატომ გაგახსენდათ და რა პარალელები შეიძლება აი პროცესებთან იყოს. კი ბატონო, როგორც წეგან ვახსენე, მე არ მინდოდა რომ ფოკუსირებულიყავი ადგილობრივ ლოკალურ დონეზე და მხოლოდ საკითხს შემეხედა, ისე ვთქვათ, საუნივერსიტეტო პრიზმიდან და საკითხს შევხედე უფრო ფართო კონტექსტში. დისკურსიდან ვარ ამოვიდე, გეტყვით ეგეთ რაღაცას. მოკლედ წეგან როგორც ვახსენე, თავში მომივიდა მრავალი იდეა იმის შესახებ, რომელიც წიგნში შეიძლება მომეტანა და კავშირში იქნებოდა ავტორიტარიზმთან, დიქტატურასთან და ასე შემდგომ, ასე ვთქვათ, ვახსენე ცხოველების ფერმა და აღარავინ დარჩა და სხვანი, თუმცა ამ მომენტში, ასე ვთქვათ, თან რატომღაც შემახსოვდა, რომ ამ გადაცემის ფარგლებში არ ყოფილა პრეზენტაცია ამ წიგნის შესახებ, რატომღაც ის შემახსოვდა. იყო ადრე ოღონდ. მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. წარდგენილი გვაქვს. თუმცა ცხადია, რომ ერთი მერცხელს არ შეუშლიდა. ხო, მაგრამ მე მაინტერესდა, ხო, რატო ამდენ წიგნში რატო შეარჩიეთ? იმიტომ რომ ეს წიგნი არის დიქტატურაზე, რომელიც არის ძალიან ხანგრძლივი. მსგავსად ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციისა, ხო? ამ დიქტატურას რო ეს ძალიან ბევრ სახეს იტევს, ხო? კი ბატონო. აი ეგეთ რაღაცას ვიტყვი, პატრიარქის შემოდგომა არის წიგნი, ეს ვთქვათ, აი გაბრიელ გარსია მარკეს ხონა ეს მარტივი მისია დასახული, რომ დაეწერა წიგნი, რომელიც ეს ვთქვათ არ ჩამოვარდებოდა თუ არ აღემატებოდა საკუთარ მაგნუმ ოპუსს. საუბარი მაქვს ცხადია მარტობის წელიწადზე, რომელიც არის მისი ბესტსელერი, არ მსოფლიოს მასშტაბით გამოცებიდან დღემდე გაყიდული არის 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი ამ წიგნისა, მაგრამ მინდა თქვა, რომ ანუ თავისი სახელის დიდებით პატრიარქის შემოდგომა არ ჩამოუვარდება, ეს ვთქვათ, მარტობის წელიწადს და ეს არის ყველა ალბათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის სამაგიდო საკითხავი. რაც შეეხება უშუალო წიგნში არის გადმოცემული ამბავი დიქტატორზე, ანუ როგორც ეს ვთქვათ, ჩემი ლექტორი არის დათო გორგილაძე და დათო გორგილაძე ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ეს მარტობის 100 წელიწადი არის, ესე ვთქვათ, უკანაწერია დათოს. კი ბატონო, კი. დიქტატორების გაერთიანება, ანუ ერთ ეს ვთქვათ, ანუ ერთ პერსონაჟში აკუმულირებული სხვადასხვა დიქტატორების სახე და ეს ვთქვათ, ანუ მარტობის 100 წელიწადი არის დიქტატორების ეს ვთქვათ უნიკალური პორტრეტის ინკარნაცია, ხო? ანუ ყველა ის ინდიკატორი, ყველა ის თვისება, რომელიც ახასიათებს დიქტატურას და დიქტატორს, გადმოცემული არის აი ამ წიგნში. რაც თავარია, ანუ მარკესის სქემის თანახმად, უმთავრესი ნიშან-თვისება, რაც ახასიათებს დიქტატურას, არის ხანგრძლივობა. ამ წიგნშიც ხვდებით დიქტატორს, რომელიც არის ერთდროულად გენერალი, ამავდროულად არის პრეზიდენტი, ცხოვრობს პრეზიდენტის რეზიდენციაში, სასახლეში და ცხოვრობს ძალიან ფარულად, ხო? და ანუ აქ გამოცემული არის მისი, ასე ვთქვათ, სიმარტოვის განცდა. ის რომ თითქოს დიქტატორი მარტო არის ყოველთვის, ხო? ეს დიქტატორი არის 232 წლის მასაკით და უკვე 200 წელზე მეტია, რაც მართავს საკუთარ ქვეყანას, ხო? ანუ უკვე მეხუთე თაობა, რაც ის უკვე ვინაჩუნებს სტატუს კუოს და ასე ვთქვათ, საკუთარ ძალაუფლებას, ხო? ხალხს ცხადია რომ პროტესტი გააჩნია, თუმცა მას ვერაფერს ვერ უხერხებენ, იმიტომ რომ ანუ ამის მიზეზი არის ის, რომ ხალხმა თავის დროზე არ გამოხატა ამაზე უკვე რეაქცია და პროტესტი, ხო? მარკესიც ამას ამბობს, რომ ადამიანს არ აქვს იმის ფუფუნება და უნარი, რომ რაღაცა დიდი ხნის განმავლობაში მოითმინოს. თუნდაც ის იყოს ეს პოლიტიკური სიტუაცია და პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავს ქვეყანას, ხო? მარკესი ამბობს, რომ მაქსიმუმი რაც ადამიანს შეუძლია მოითმოს არის 10 წელიწადი. ხოლო თუ ადამიანი 10 წელიწადზე მეც მოითმეს რაღაცას, ესე იგი ის უკვე ანუ ეს მართველი სამუდამოდ, ანუ სანამ არ გარდაიცვალება, მანამდე შეინარჩუნებს საკუთარ ძალაუფლებასა და ხელისუფლებას, ხო? არ ვეთანხმები. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ პერსკა. მარკეს არ ეთანხმება. გენიალურად იწყება ზოგადად ეს. არა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია ალბათ თვითონ მარკესის წიგნებში და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, როგორც ცდილობს, არ ვიცი, ბოროტება ამ შემთხვევაში დაგიმსგავსოს, ხო? იმიტომ რომ ეს ცნობილი ორეულის ამბავი ზუსტად ამას ნიშნავს, ხო? როგორ ასახიჩრებენ, ასე ვთქვათ, ფიზიკურად, როგორ არ ვიცი, დაალევინებენ შხამს იმისთვის, რომ დაავიწყდეს ყველაფერი, რომ ზუსტადაც დაემსგავსოს ამ შინაარს გამოცვლილ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს თუ მმართველს, ხო? და ეს ალეგორია არის ჩვენთვის ყველაზე ნიშანდობლივი. ასე ცდილობს ხოლმე ნებისმიერი რეჟიმი და სისტემა დაგიმსგავსოს, ხო? საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც ალბათ, ხო, როგორც ის იდეა რაც არის ორეულის ყოფნის, ზუსტად ეს არის, რომ რეალურად გავდე. მე მახსენდება და დიქტატორები ჩვენ დროში პირდაპირ ამას ითხოვენ, ხო? ის რა ქვია, ჩრდილოეთ კორეა იქნება ეს ვარცხნილობა მაგალითად ერთნაირი პირდაპირ გაგებითაც ასია, ხო? და ამ შემთხვევაში ზუსტად ეს არის, რომ რეალურად გამოგაცალოს ბოლომდე გავდე მას და ამ შემთხვევაში იქნება უფრო დიდხანს და უფრო მე მახსენდება მაგალითად მერაბ მამარდაშვილის ძალიან ცნობილი აღწერა, ხო, ამ შინაგანი გამოცარიელების, როდესაც ის ამბობს, რომ იდეოლოგიისთვის მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ შენ რას დაგაჯერებს, არამედ რას არ გაფიქრებინებს და ზუსტად ეგ გამოშიგნულობა ახასიათებდა მაგალითად საბჭოთა კავშირს.
სადღაც 60-იანი წლების ბოლოდან უკვე არავის აღარ ჯეროდა მარქსიზმ-ლენინიზმის და სოციალიზმის ეს რაღაცნაირად დარჩა საჯარო პრაქტიკა მაჩვენა კიდევაც 80-იანი წლების ბოლომდე მაგალითად პირველი არხი მეტყველებდა ამენით და არავის ამის არ ჯეროდა, მაგრამ არც არავის არაფრის არ ჯეროდა. აი ზუსტად ეს გამოშიგნულობა იყო, რამაც მე დაგვანგრია 90-იან წლებში, როცა აღმოჩნდა, რომ თავისუფლება ყველაზე სახიფათო ხდება, მაშინ, როდესაც საზოგადოება არის მორალისგან აბსოლუტურად დაცლილი, რომელსაც არაფრის აღარ ჯერა. ხო, ეგეთი არის სხვათა შორის თანამედროვე რუსეთი, ან ძალიან ნიშნავენ, იმიტომ რომ ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე რომ რუსეთში მიგვათრევენ, რუსეთში წათრევა ამ შემთხვევაში ზუსტად მაგ ნიშნით დამსგავსებას ნიშნავს, ხო? აი მე ყველაზე ხშირად ვამბობ ხოლმე მაგას, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს იდეა. ანუ არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი. მის იდეა არის ვჭამე. ერთადერთი დღის წესრიგი, აი ერთადერთი იდეა არის, რომ მე ვჭამ და შენს გაჭმევ. ანუ ეს მარტო ეს არის, არაფერზე არ დგას, ხვდები და ეს ზუსტად მაგ გამოშიგნულობაში ცდილობს რომ დაგიმსგავსოს, როდესაც კარგი რა, მე რა რომ უკრაინაში ბავშვები კვდებიან, შენ ხო კარგად ცხოვრობ, შენ თავზე ხო რაკეტები არ დაფრენს, შენ ხო კარგად ჭამ. და აი ეს არის ზუსტად ალბათ მაგიტომაც გამოიყენეს მარიუპოლის კადრები, საკუთარ საარჩევნო ბანერებზე, ამის გაკეთება ხო სხვა ყოველგვარ ახსნას მოკლებულია, ცხადია რაციონალური თვალსაზრისით. კი, ანუ ამის გაკეთება ხო სხვანაირი მორალის მქონე ადამიანს არ შეუძლია. ანუ ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი ამ შედარებას რა. ეს რა ქვია, შოუში მომხდარი ტრაგედიის მერე ის კადრები რომ ბანერად გაეკრა, რავი, გლოლაში სასტუმროს მეპატრონს და ეთქვა დაისვენენ ჩემთან უსახ. 2008 წლის კადრები რო გაეკეთებოდა, ხო, ესეც ხო ძალიან მიუღებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, და ამას როგორი ადამიანი აკეთებს, ხო, ვის შეუძლია აი ეს დაუშვას ამის გაკეთება და ეს რაღაცა რაციონალიზება მოახდინოს. ვისაც არ აქვს ეს შინაგანი განცდა, ხო, თანა განცდა და მისთვის არის მთავარი. და კი, ზუსტად ამ გამოცარიელებულობაზეა. მაგიტომ ვთქვი, როგორც იწყება წიგნი, ხო, ეს პობის სვავები რომ შეანგრევენ ამას და რომ შედიხარ ამ სასახლეში, რომელიც იყო ძალაუფლება და აღარაფერი შიგნით აღარ არის ცოცხალი. ყველაფერი დამპალია. დიახ. ხო, ну ეს შეუძლია წიგნებს, მხოლოდ მე ასე ვფიქრობ, რომ ასეთი ხანგრძლივი და გაუძლოს აგრძელებსაც და დაწვებსაც და საბოლოო ჯამში ასე რომ არ იყოს დღემდე არ იქნებოდა პრაქტიკაში ცენზურის იდეა. მადლობა რომ რაღაცას დავამატებოდი შემდეგზე და მოვიწყე რომ მეთქვა, ვინც არ იცის, გეტყვით რომ გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომა არის სადებიუტო ნაშრომი მაგიური რეალიზმის, ანუ მაგიური რეალიზმი არის ეს თქვა მიმდინარეობა, სადაც მოქმედი გმირები, ეს თქვა წინიდან წიგნში, სიუჟეტიდან სიუჟეტში გადადიან ისე რომ არ იცვლებიან. ცხადია რომ ანუ აქედან იგრძნობა გავლენა შემდგომ უკვე ქართულ მწერლებზეც, მათ შორის ჩემს უხარეს ოთარ ჭილაძეზე და გურამ დოჩანაშვილზე. მადლობა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. რეკლამის დრო მოახლოვდა. სანამ რეკლამაზე გავალთ, შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული სამკუთხედის სპონსორები არიან სულაკაურის გამომცემლობა და გამომცემლობა პალიტრა ელი, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ჩვენი ერთგული მხარდამჭერი და მეგობარი და კოკა-კოლა ამჯერად უკვე მთის წყალით. დაგველოდეთ, დავუბრუნდებით მალე.